გამარჯობათ პატივცემულო მსმენელებო. გვინდა არ გვინდა ეს ბოლო გადაცემები, რამოდენიმე გადაცემა ეძღვნება აი ამ უცხოურ ინვესტიციებს, კერძოდ ეს არაბული 6 მილიარდ 600 მილიონიანი ინვესტიცია. და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო, რომ გუშინ თბილისში გაიმართა მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანი მიტინგი პარლამენტის შენობის წინ. ახალგაზრდა კონსერვატორები, ალტინფოს ჯგუფი მათი ინიციატივით და კიდევ სხვა ორგანიზაციები, პოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციები. და რომლებიც ითხოვდნენ, მარტო ამ არაბულ ინვესტიციებზე არ იყო საუბარი, რა თქმა უნდა, აქ ყველა სახის უცხოური ინვესტიციები, რომ ეროვნული და მოთხოვნები იყო ისეთი, რომელიც უახლოვდება ზუსტად რაზეც უარი ვთქვით ჩვენ ქართველმა ერმა და სამჯერ ჰქონდა ჩვენ ამის საშუალება, ხელმოწერებით შეგროვდა, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობები ჩატარდა და აი ეს მოთხოვნები უახლოვდება აი სამი საკითხის ირგვლივ, სამი ძირითადი საკითხი ჰქონდა, რაზეც ხელი აქვს ხალხს, ერს მოწერილი მთლიანად საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობას და ძირითადი აი ეს მოთხოვნა ეს უახლოვდება მეორე პუნქტს, სადაც წერია, სადაც ვიწერია ჩვენ, რომ საქართველოში წარმოშობით ქართველი არის მასპინძელი, ანუ საქართველოს განაგებს ქართველი ერი ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე და საქართველო თავის ისტორიულ, ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, ბუნებრივი რესურსებით და სხვა სულიერ მატერიალური ფასეულობებით არის ქართველი ერის საკუთრება და მისი ყიდვა-გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის არ აქვს და გაცემული, გასხვისებული, გაყიდული თავისი წართმეული ტერიტორიებით უკან უნდა დაბრუნდეს და ეროვნულ საკუთრებად გამოცხადდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თუ კაპიტალისტური სისტემა უცვლელი დარჩა, აი ამის განხორციელებას აზრი არ ექნება. და აი ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ დღეს ჩვენი გადაცემა დღევანდელი კახა და რა ხდებოდა გუშინ თბილისში. ამაზე თან ბოდიშიც მინდა მოუხადო ჩვენს მსმენელს, რომ ყოველთვის კვირაობით იმართება ჩვენი გადაცემები და ამიტომ გადმოიწია აქეთ ორშაბათს გავაზობთ და ამ ცნობებს მოგაცდით ახლა თუ რა იყო გუშინ, რა ითქვა და რა ნიშანი დაიდო მართლა, რომ განხორციელდეს კიდევ მომავალში ეს ეროვნული გაერთიანება აი ამ საკითხების ირგვლივ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მართლაც მეც ბოდიშის მოხდით დავიწყებ, იმიტომ რომ ისე გამოვიდა, რომ ყოველკვირეულ ჩანაწერებს ვაკეთებდით. ბოლო პერიოდში ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ და ერთგვარი მაინც საპატიო მიზეზი ჰქონდა, ვერ შევძელით, იმიტომ რომ აქციაზე გახდით, რა თქმა უნდა, და გარკვეული ტექნიკური შეფერხებები წარმოიქმნა, საცობები გაჩნდა თბილისში, არაკლია ისედაც დედაქალაქს საცობები და განსაკუთრებულად სწორედ გუშინდელ დღეს იყო განსაკუთრებული ინტენსივობით. მოკლედ ჩაგვივარდა, მაგრამ დღეს ამ დანაკლისს გარკვეულწილად ალბათ შევავსებთ დღევანდელი ჩანაწერით. ეს აქციები, რაც ბოლო პერიოდში იმართება, ეროვნული სულისკვეთების მატარებელი პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ, ეს გახდათ ერთ-ერთი მორიგი აქცია, რომელიც ამავე სულისკვეთებით იყო გამშვალული და გამიზნული. ჩვენ დრო მოულოდნელად, არც თუ ისე მოულოდნელად, მაგრამ ძალიან სწრაფად დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ კარგავთ სამშობლოს. ჩვენ ვერ დავრჩებით უბრალო მაპატიეთ და ეს რაღაც ნუმართავი
აზროვნებისგან დაცლილი მასის დონეზე, გოების დონეზე ვერ დავრჩებით და არ შეიძლება დაუშვათ ეს, რომ არ ვიცოდეთ დასმული საკითხი თუ სად წაგვიყვანს. სწორედ დღეს ისე დაისვა საკითხი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასე დასმული საკითხი სად წაგვიყვანს. ეს წაგვიყვანს იქ, სადაც ქართველი ერი აღარ იარსებებს. აი ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდით ძალიან ღია, ძალიან აშკარად. მოდი ჩავთვალოთ და სხვანაირადაც შევხედოთ ამ მიმდინარე პროცესს. მერთმა განგებამ ისე დააყენა საკითხი, რომ ყველაფერი არის ღია, აშკარა და ცხადი. მტერი მოწინააღმდეგე დღეს მოდის ფარულად შენიღბული, სწორედ ამაზეც გვიწევდა საუბარი, მაგალითად ეკონომიკური ექსპანსიით, მოდის იდეოლოგიური ექსპანსიით, მაგრამ ეს რაც ხდება უკვე აღარც ერთია და აღარც მეორეა. უფრო უარესი. ეს არის უკვე პირდაპირი ოკუპაცია, ანექსია მოწინააღმდეგის მიერ, კოსმოპოლიტის მიერ, კოსმოპოლიტური წარმომადგენლობის მიერ, როცა შენ უკვე არაფრად აღარ გაგდებენ და პირდაპირ უნდა აიშენოს შენ ტერიტორიაზე თავისი ქალაქები. რა ერი იქნება, რა ხალხი იქნება, ეხლა არაბობა არის წამოწეული. გასაგებია, იმიტომ რომ კომპანია არაბულია. თითქოს ეს რეკლამაც რაც კეთდება, მხოლოდ არაბულ სივრცეს ფარავს. ამ რეკლამაზეც უკვე ყველა ვიცით რა არის და როგორ არის. და ეს მოულოდნელად აღმოჩნდით ამ ღია გამოუგნებელი ფაქტიურად ეს თავდასხმის პირობებში ოღონდ ისე კეთდება, რომ ეს თავდასხმა მიდის ტაშფანდურით, შესანიშნავი რეკლამებით და ნომერ პირველი პირები, სახელმწიფოს პირველი პირები გვიმტკიცებენ, რომ პროექტი უნაკლოა, პროგრამა უნაკლოა, ამან სიკეთე უნდა მოგვიტანოს და ვინც ამის წინააღმდეგი არის, ის მტერია, საქართველოს მტერია. ხო, ეს არის თავდამცემი მდგომარეობა. და ერთგვარად აი სპონტანურად არის თუ რაღაც, ყველა ხვდებით, რომ რაღაც განსაკუთრებული თუ არ მოვიმოქმედეთ, ჩვენი საშუალება უკვე აღარ იქნება. და რომ ამას თუ შევეგუებით, ამას ჩვენ თუ მივიღებთ, დაიკარგება თბილისი, დაიკარგება ბათუმი, დაიკარგება საერთოდ საქართველო. ახლა წარმოიდგინეთ გლობალიზირებული მსოფლიო, რიცხობრივ, რაოდენობრივად გამრავლებული და ჩამოყალიბებული, უზარმაზარი, უშველებელი ფართის, შეძლების, კიდაც რიცხოვნობით აიღე, კიდაც ფინანსურად აიღე, უზარმაზარი სივრცეები მსოფლიოში, მარტო არაბულზე აქ არ არის ლაპარაკი, და როდესაც რეკლამაზე გაიტანდა დასვავ, $100,000 ღირებულების უძრავ ქონებას ბინას თუ იყიდი, როგორი შეღავათიანი, როგორი კარგი პირობები გექნება და როგორ გენიჭება ბინადრობის უფლება. როდესაც პრემიერი პირდაპირ, პირველი პირი და მასთან ერთად მთელი ეს გუნდი პირდაპირ გისაბუთებს, რომ არა ვებ 12 თვე აქვს და მეტი არა. ესე იგი პირდაპირ გატყუებს ჩულუნგი ბავშვი გონია ერი. ჩულუნგი ბავშვი, რომელიც ვერ მიხვდება. როგორ 12 თვის $100,000 შესყიდვას ახდენს უცხო ქვეყანაში, ბინის შესყიდვას ახდენს და 12 თვის მერე მას აქ ბინადრობის უფლება არ ეძლევა და უნდა წავიდეს. ესე იგი ჩვენ ამათ რეკეტს უწყობთ, ვაწერებთ, ვაგოიმებთ თუ რა არის. თუ სირცხვილი აღარ გაქვთ, როგორ ელაპარაკებით ქართულ საზოგადოებრივებას, თუ თვლით, რომ უკვე ყველა მკვდარია, ყველა ნაყიდია და ყველა გაფუჭებულია და ყველა გაყიდულია. აი ამ თავზარ დაცევ სინამდვილის წინაშე აღმოჩნდით. ხო. $100,000-ს თუ შეიძენ
ყოველ პირდაპირ არის გაწერილი ადგილბინადრობის უფლება გენიჭება 12 თვით და თუ საჯარო რეესტრში მიიტან განაცხადს, ასე გახსნეს უკვე იურისტებმა ეს თემაც, გვაცნობეს, მიიტანს ეს ყიდველი, შემდეგ ხდება ისე, რომ კვლავ 12, რომ ესე იგი ის კი კვლავ არის მფლობელი იმ ქონების რაც შეიძინა და სურს გრძელდება კიდევ 12 თვე. იქ შეზღუდვა არავით არის შეზღუდვა არ არის და 10 წლის მერე ასე გაგრძელებით თავისუფლად შეუძლია მოქალაქეობაზე წარადგინოს მოთხოვნა, თუ აქ ტერაქტებს არ ჩაატარებს და არ ააფეთქებს საქაურობას. ხო. და $300,000 ღირებულების უძრავ ქონებას თუ შეიძენს, ესეც გვამცნეს ჩვენი იურისტებმა, მაშინ ამ ადამიანს უკვე მუდმივი ბინადრობის უფლება ენიჭება. და გადის რეკლამები და ხდება მოზიდვა საქართველოსკენ. ასე იზიდავს უცხოურ კაპიტალს, ასე იზიდავს უცხოურ ინვესტიციას არსებული ხელისუფლება. ესე იგი, სათქმელი ბევრია და არც არაფერია. ქუძე კაცია საჭირო და სწორედ აღნიშნეთ დავით, რომ ხელმოწერების თავსართი, ესე იგი, რა მოთხოვნებაც საწერდა საზოგადოებრიობა თავის დროზე 1,907,000 ადამიანი, რაც გადარჩენისთვის უფლისმიერ შემოთავაზებული გზა, ახალი სიტყვის ცნობიერებიდან გამომდინარე, რომ გადარჩენილიყავით და გადარჩენის გზაზე დამდგარიყავით. ასეთი თავსართი, ესე იგი, ასეთი ტიპის მოთხოვნა იდო, უფლისიტყვის მოთხოვნა, რომ გადარჩენს და შეასრულო. სწორედ მეორე პუნქტია, რომლის წინაშე ჩვენ დავდექით. ეს თავის დროზე არ გავაკეთეთ, ვერ გავაკეთეთ. ამ საკითხების გადაწყვეტა 5,000 ადამიანით იყო შესაძლებელი საპროტესტო აქციაზე, ეგეც საკმარისი იყო 2003 წლისთვის. შემდეგ უკვე 10,000, ბოლოს 20,000 გახდა. მაგრამ სადრეისოდ მილიონი თუ უშველის. რატო? აი ნიშნებით, ხო, ნიშნებით უნდა შევიცნოთ. ბატონო ეკაკი ამბობდა, რაც დრო გავა, მით უფრო გართულდება. რაც მეც შევცვლით, შეგვაცვლეიდებენ მექანიკურად ხელისუფლებებს, ამავე სისტემის, ამავე ფორმაციის პირობებში აღმოვაჩენთ, რომ ახალი ძველზე უარესია. აღმოვაჩენთ. და კიდევ უფრო გართულდება საკითხის გადაწყვეტა. ადრე თუ კი საკმარისი იყო, რომ ეს დე იურე არსებობდა და არც თუ ისე მრავალრიცხოვანი აქციითაც კი ეს შესაძლებელი იყო საყოველთაო გამოსვლით, მაგრამ არც თუ ისე მრავალრიცხოვანით, სადღეისოდ ვითარება შეცვლილია. ეხლა თითოეული მიზეზზე შეიძლება საუბარი, ეს ძალიან შორს არ ვიყვანს. დაახლოებით 30,000-მდე გულხურვალე პატრიოტი ქართველი შეიკრიბა. სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი ორგანიზაციიდან ხარ. ჩვენ თავიდანვე, საწყისიდანვე განვაცხადეთ, რომ ყველა ორგანიზაციას უჭერთ მხარს, ვინც არაბიზაციის და საქართველოს გასხვისების, თურქიზაციის და ასე შემდეგ წინააღმდეგია, ვისაც ქართული ცნობიერება აქვს. ოღონდ მაშინვე დავსვით საკითხი, რომ ეს საკითხი უნდა გახდეს ზეპარტიული, უპირველესი და ყველა პარტია, ორგანიზაციამ და საზოგადოებრივმა დაჯგუფებამ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია, ერთი ძირითადი გამოსვლა. ცალ-ცალკე ძალა არ აქვს, ვერ გვექნება. ვარსებობთ კი ბატონო, მეტნაკლები სიძლიერით, მაგრამ მაინც ამით ვერ შევქმნით ეს იმდენად რთულ საკითხს ავაწყდით, იმიტომ რომ მეორე პუნქტის აღსრულება ფაქტიურად, რაც წაიკითხე ბატონო დავით შენ და რასთანაც ეხლა ჩვენ შეხება გვიწევს, ეხლა არაბიზაციის უკან რა იმალება, ესე იგი, ეს არის სართულ გაყიდული ქვეყანა. მიწა, გოჯ, მხარე-მხარეთ. წიაღისეულად, ეგ, ხო, გაყიდულია, გასულია, მაგრამ ეხლა ახალი ის შემოდის, სართულებად ქვეყნის გაყიდვა, ესე იგი, მესამე განზო, სივრცით განზომილებაშიც იყიდება, არა თუ სიბრტყე განფენილობა, არავით, ასეც. მაღალი სახლებით. ესე იგი, საქართველოში რა განვითარდა? ბინადმშენებელი კომპანიები,
ბინადმშენებლობა დეველოპერი რა მოუგონეთ უცხო ბინადმშენებელი 3 მილიონი ნახევარიც აღარა ვარ დარჩენილი მოსახლეობა ვის უშენებს აი ვის უკეთდება რეკლამა პირდაპირ ვეხვეწევით მოდით $100,000 ზევით და 60-ს პირდებიან რეკლამები და ასეც არის ხო სართულ გაყიდული ქვეყანა და ამის გაჩერება უკვე ეგ ნიშნავს რომ ფორმაციული რანგის ცვლილებებზე უნდა წახვიდე სხვა ვარიანტი შენ არა გაქვს დარჩენილი ის რომ კიდე რა იქნება საჭირო და როგორ ეს კიდევ სხვა დიდი მსჯელობის საკითხია ახლა ნომერ პირველ საკითხად დგა რომ კიდევ ვიმეორებ რომ ქართველები გარედან ხელს გვიწყობენ და ისე არ შიგნით გვაქვს დალაგებული მდგომარეობა აი მე ვამსულიერად აზრობრივად მე მოჭარბებულად გვაქვს გარკვეული ნაწილი წინ წამოწეული და ეს არ იძლევა საშუალებას რომ ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს და პარტიულად კი არ დავიყოთ ერთიანი ტოლქმედი განვახორციელოთ ჩვენი მოქმედების ამ გარედან და შიგნიდან ხელი შეშლები შიგნიდან თვითონ ჩვენ გარედანაც გვეხმარებოდნენ და საერთოდ ვერ ვიპოვეთ ვერ გამოვძებნეთ რომ გამოგვეძებნა ეს პრობლემები არ გვექნებოდა ახლა ნომერ პირველ საკითხად ხო ყველა ერთდროულად გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ და რაღაც საკითხებზე უნდა გადავდოთ დროებით მაინც მსჯელობა და ნომერ პირველი გავხადოთ ის რომ როგორ შეიძლება ეს პროექტი გავაჩეროთ აღმოჩნდა რომ ერთით არ გამოდის და რატო ვამბობ აი თუ გართულა თანდათან საქმე რაც თქვა და ბრძანა ბატონ მაკაკიმ ის მართლდება ამ შემთხვევაში ჩვენ და სამწუხაროდ იმიტომ რომ პიროვნება ამბობდა რომ მე ჩემით არ ვსაუბრობ მე ჩემით არ მოქმედებ ეს არ არის ჩემი კვლევები ჩემი მიგნებები მე რასაც ვიღებ მე იმას გაწვით და აგერ გართულებას 30,000 გულხურვალი ქართველი იყო გამოსული გუშინ არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა საგანკებოდ ვითომ არა ახლა ვხვდებით როგორია სატელევიზიო ბლოკადა რის ქვეშაც მოსული სიტყვა თავიდანვე მოაქციეს მოსული სიტყვის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციები მორალურად და იდეურად თავიდანვე გაანადგურეს და დავკეტეთ და დღესაც ამასვე ვაგრძელებთ ყველა ახლა ხო ხვდებით თურმე რა არის და ოფიციალური ტელევიზიაში მხოლოდ ის ცნობა გავიდა რომ 1500 რადიკალი შეიკრიბა ალტინფოს მიერ ერთი თვის განმავლობაში დაორგანიზებულ აქციაზეო აღარ აქვს მნიშვნელობა ეხლა იქ რა მიმართვა შეიძლება წამოწეულიყო თქვა რა მოთხოვნა და უშუალოდ ამ ხალხმა 30,000 ადამიანმა მოითხოვა აქტიურად მოითხოვა რომ გავასაჯაროოთ ის მუხლები რატო უმალავთ ერთსა და საზოგადოებას რაზეა ხელი მოწერილი რა შეთანხმებებია და ასე შემდეგ სულ მინიმუმ ხოდი ამით დავიწყოთ სულ მინიმუმ და პასუხი როგორია ოფიციოზის 30,000 კი არა 1500 რადიკალი იყო ნუ ჯერ არ ამობენო ტერორისტიო მაგრამ ეცდებიან საკითხით მასე წაიყვანოთ შეგი თავიდანვე ვთქვით რომ ცალ-ცალკე როდესაც თარხანმოურა ბატონმა პატრიოტ ალიანსმა ამის წინ თუმცა არ ქონდა მობილიზაცია გამოცხადებული სრული მობილიზაცია ასევე დიდ ქართულმა გაერთიანებამ გარკვეული აქცია ჩაატარა გამოფინა გაყიდულ გასხვისებული ტერიტორიების ნუსხა რუსთაველის პროსპექტზე რომ ეს თვალით დაინახო ჩამოყოფინეთ ითიო ადამიანი ხარ ურწმუნო ხარ არა მით უმეტეს თუ ქალაქში გიწევს ცხოვრება და სოფელს მოწყვეტილი ხარ მიწას ნიადაგს მოწყვეტილი ხარ არა და თავიდანვე ვთქვით რომ მოდი ეს დე ჩავთვალოთ ცალ-ცალკე ასე ვთქვათ ძალების მოშინჯვა იმიტომ რომ მაინც ხო დაჯგუფებებად ვარ დაყოფილი და ნუ ჩვენი წარმოდგენები გაგვაჩნია ოდნავ გადაჭარბებული ვიდრე შესაძლებელი არის და ვიდრე სინამდვილეა და ნუ ცალ-ცალკე კი ბატონო კარგი მოსინჯოთ მაგრამ ეს მალევე მიგვახვედრებდა ისეთ ცხადი იყო რომ ცალკე არ გამოვა არაფერი და იმ ერთზე უნდა შევტახდეთ ერთიანი დღე წამოყენებული იყო მე პატრიოტ ალიანსის მხრიდან მოვისმინო რომ ვიქნება დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თებერვალს 8 თებერვალს თუ არ ვცდები იქნებ შევარჩიოთ თავისი სიმბოლიკი თავისი დატვირთვით სრულად კი ბატონო
და ჩვენი მხრივ რა კომპრომისზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჯერ ერთი ის რაც არის ეს ჩვენი არ არის და აქ ჩვენ ვერაფერს ვერ ჩამოვაჭრით, მაგრამ საკითხებზე საუბარი შესაძლებელია რომ ნომერ პირველ საკითხად რადგან ვსვათ, მოდი ამის ირგვლივ ვისაუბროთ, ამის ირგვლივ ვიტრიალოთ. ეს არის გადარჩენისთვის საჭირო შეგროვილი ხელმოწერების მეორე პუნქტი, ძირითადი მეორე პუნქტი. კი ბატონო. მოდი ამის ირგვლივ თუ დავირასვებით, ეს ფაქტიურად ჩვენ ნელ-ნელა მიგვიყვანს ფორმაციული რანგის ცვლილების განხორციელების მოთხოვნილებებამდე, რაც დანარჩენ პუნქტებზეც გავა უკვე და ხო აი ერთმანეთსია მიბუქებული. ახლო მივდივართ უკვე. ახლო მივდივართ. ესე იგი რაღაცა სამწუხარო თვალი დავხუჭეთ, დაგვახუჭინეს, ვერ წარმოვიდგინეთ ასე, ჩვენებურად გვეგონა, ჩვენებურად გავიტანდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე რაც გადარჩენისთვის იყო საჭირო, ის უნდა გაკეთდეს, თორე დავიღუპებით. აქ კიდევ ერთი ილუზია იმსხრევა. თავარი რა არის? თავარია ილუზიებიდან, თავარია იმ წარმოდგენებიდან გამოვიდეთ, რაც ჩვენს გვიშლის გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაში. ერთ-ერთი ჩვენი გამჭედი იყო ის, ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე ალბათ ყალიბდებოდა რწმენა, ჩვენ მაინც ვიყავით ვარ და ვიქნებით ბოლომდე. ეს გვაძლებინებდა კიდეც. ეს მუშაობდა თავის დროზე, მაგრამ დრო ისეთი ფენომენია, რომელიც ბევრ რამეს ცვლის, საკითხების დაყენებას ცვლის. ახლა ისეთ მომენტში აღმოჩნდით ჟამია, როცა წდება ყოფნა არ ყოფნის საკითხები ხალხო. და ეგ ლოზუნგი, პროფესორით ეგ განწყობა, ეს წარმოდგენა უკვე აღარ მუშაობს. აი დრო მიგვიყვანა იმ ფაქტის წინაშე. ახლა ჩვენ გულისხმობთ, რომ აი მეორედ მოსვლა ასე წარმოგვიდგენია, რომ საყოველთაო აღსასრული იქნება და მერე უფალია, რაც არის და ასე შენ. აი იქამდე ჩვენ დავრჩევით. არა, იქამდე ვერ მივართ. მოდი ეგ წარმოდგენების გარჩევა გადავდოთ ახლა, მაინც იქით. რომ ამან კიდე ახალი წინააღმდეგობები არ აღმოაყენოს ჩვენში და კვლავ განხეთქილების გზით არ წავიდეთ. მაგრამ ის რომ ჩვენ ვეღარ ვიქნებით და სხვები იქნებიან ჩვენ მიწაზე. აი დღევანდელობა ნათლად გვითითებს უკვე. ამას არაბიზაციას ვარქმევთ ახლა, იმიტომ რომ წინა პლანზე წამოწეულია არაბული კომპანია, წინა პლანზე წამოწეულია ეს ემირატების ხელმძღვანელობა, მათი დიდი ვოიაჟები, ამ ვითომ ჩვენების იგივე კოსმოპოლიტ გამყიდველების დიდი ფერქვეშ გაგება, თუმცა რატო ვივიწყებთ თურქიზაციას, რატო ვივიწყებთ ობიექტების რუსებზე გასხვისებას, რუს ოლიგარქებზე გასხვისებას. თემა დიდია რა, მოკლედ რა. გაყიდული გასხვისებული იმდენია ჩინელებზე. ხო, და რა, ჩინელებზე არ დავივიწყებთ გასხვისებას თუ რა. ხო, ტყეები და ასე შემდეგ, რა ვიცი, ხეობები და აგერ შვენიერი კანიონია სამეგრელოში, ულამაზეს სოფელში და რა ამბები ხდება მარტვილის კანიონში და კანიონზე და ეს თირამია, ესე ახლა ჭიათურაზე ალაპარაკდე კიდე. დაგვაწიეს ეგ საკითხებიც. ხო, აი ესეთი პრობლემატიკა არის. საასწრაფოდ არის საჭირო, ესე იგი იმ ერთ სტრატეგიაზე ხო არა ახლა ჩვენ გასაგებია რომ რა თქმა უნდა ჩვენი მოძრაობა ეს განმართავი ფაქტიურად ეს არის საქართველოს ახალი ნამდვილი გაღვიძება, ნამდვილი თვით გადარჩენისათვის ნამდვილი ეროვნული მოძრაობა გვაქვს დასაწყები, ნამდვილი ახლა არანამდვილი კი არ იყო ის რაც იყო, მაგრამ ეგ მაინც ჩავთვალოთ რომ დაბადების პროცესი იყო. საქართველოს ხელახლა დაბადების პროცესი იყო, ოღონდ ჩვენ არ ვიცოდით რა გარემოში მოგვიწევდა დაბადება. აღმოჩნდა რომ ის გარემო ძალიან მტრული, ძალიან ვერაგი ყოფილა და ამ სივერაგეს უნდა ავღოთ, ახლა ალღო და ხელმეორედ უნდა დავიბადოთ. უფლის სიტყვით მოწოდებული მარტივი და გასაგები მოთხოვნები გვაქვს ასასრულებელი. ეროვნული საკუთრების მოვლა, გაფრთხილება, გაყიდული, გასხვისებული უკან დაბრუნება, შემდეგი თემატიკა არის და ასე შემდეგ. ძირითადი აქცენტი ახლა გადაგვაქვს აი ამ მიმართულებით. ამიტომ მართლაც ხუძე კაცია საჭირო, მართლაც გაერთიანება საჭირო და რა პროცესაა გადგილი ახლა. არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, მაგრამ ნიშანი ამას ვერ გავექცევით. ჩვენ ანუ ამთავრებთ და ძალიან ცუდად მეთმა არქნას. ხო, მეც არ უნდა, მაგრამ ჩვენ რას ვიზავთ? ამაშია საქმე.
ჩვენზეა კრწანისია, ხო, კრწანისი თბილისში, დედაქალაქში, კრწანისის ველზეა საუბარი, კრწანისის ახლანდელ ტყეპარკზეა საუბარი. ჩვენთვის ეს მიწა, ეს ტერიტორია არის საკრალური. ამაზე მე მგონი თანხმდებთ, რომ არის საკრალური, განსაკუთრებული მნიშვნელობის, განსაკუთრებული ტკივილისა და ასე შემდეგ, რა. ეს იყო ჩვენი ერთი ბოლო ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს შემდგომი ბედი, ავად თუ კარგად. არც თუ ისე კარგად გადაწყდა. 1704 რა იყო მაშინ? გარეთ გადავიტანთ ახლა რატო ის არ დაგვეხმარა, რატო ეს არ დაგვეხმარა. საერთოდ მოდი ჯობია ყოველთვის ჯერ შენ როგორ იქცევი, ჯერ შენ თავში ჩაიხედო და ისე გამოიტანო დასკვნები და მე გარე დახმარება და არ დახმარებაზე იქ მე ვილაპარაკოთ. მარკოზაშვილის დასი სოფლიდან სოფელში დაქროდა და არ გინდათ ხალხო. არ ჭირდება მეფესო. და ასე ეგ ყველა ვიცით ისტორია ჩვენზე კარგად ჩვენმა სმენელმა იცის ხომ და რა იყო მნიშვნელოვანი კიდევ ქიზიქში მდგარი ზაკი ჭამია როგორც ამბე სხვადასხვა ციკლის სახელდება 4-ან 6000 კაცამდე კბილებამდე შერეღებული ჯარით იდგა და თავის მამას კრწანისის ველზე არ ჩაეშველა. იმერეთიდან გადმოსული ლაშქარი ეხმარება, შვილი არ ეხმარება. აქვე მდგომი, ქიზიქში მდგომი. ახლა სულიერად. ანუ პირდაპირ კი არა, ის სიმბოლურად რომ გავიგოთ. ზოგად ქართული სულიერება გადარჩენისთვის ითხოვს, ახლა მეფე აქ არავინ არ არის, მაგრამ მოთხოვნაა ზოგადად. დიდი ხანია ეს მოთხოვნა იყო. 28 წელი ამ მოთხოვნის გაგებინება შეიძლება ბატონმა აკაკი. რომ ხუძე კაცი იყო საჭირო, რომ დე იურე რომ განხორციელებულიყო, მას ხალხიც უნდა ხლებოდა თან. ისი არ გამოვიდოდა, ვერ გამოვიდოდა. გამოსვლაც იყო საჭირო, დემონსტრაცია იყო საჭირო, საყოველთაოდ დიადი ეროვნული გამოსვლა იყო საჭირო. დიდი ხანია. და აჰა მოვედით სადამდე. ნუ ეს შეძელი. მოვედით სადამდე. თითქმის ბოლო მომენტია. ამას თმობ დამთავრდა. იმიტომ რომ ბევრ რამეზე უკვე ხელი დაგვაქნეინეს. ბევრ რამეზე ხელი ჩაგვაქნეინეს, გავფანტეს გარეთ. აი უფრო კარგად იცით ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ფაქტობრივი მასალა თითოეული ცხოვრებიდან გამომდინარე ყველა ვიცით. როგორი ეკონომიკური პოლიტიკა რო აქედან და წახვიდა. მოგწყვიტონ მერე ქვეყანას და ის ფორმალური ხმის მიცემის უფლებად ფაქტობრივად ჩამოგართვა. ხო. მოითხოვება ხუძე კაცს. ესე იგი მოითხოვება ერთი პირი მოგვეცეს, თუ ლაშქრობა ის არის, რომ ორგანიზებული უნდა იყოს. ესე იგი მრავალ პარტიულად კი არ უნდა ვიყოთ ცალ-ცალკე, არამედ ერთიანად. თუმცა ამ დროს სწორედ აღმოსავლეთის წარმომადგენელი, სწორედ ქიზიყის წარმომადგენელი გამოდის მაღალი სულიერების რანგის წარმომადგენელი და იძახის, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხდება, არავითარი საფრთხე არ არის და ესე იგი რამე რო იყო ჯერ ერთი თვითონ აქავარო და უკვე გავაჩერეთო და ეხლა ეს საფრთხე საერთოდ არ არის. სამაგიეროდ სვანეთის ეპარქიის ხელმძღვანელი მოგწვიდებთ ასეთ სასულიერო პირების წინაშე. ერთ-ერთი პირველი გამოდის და ხმას იმაღლებს, რომ ეს კატასტროფა იქნება ერისა და ქვეყნისთვის. ასეთი დემოგრაფიის პირობებში, ასეთი პოლიტიკა სადამდე მიგვიყვანს, ითხოვს. სამუდელოდ დასი აქტიურად გარკვეული ნაწილი აქტიურად ებება საქართველოს გადარჩენის საკითხში და წინა ხაზზე დგება, ეს მრავლის მნიშვნელია, ეს გუშინ აქციაზე გამოჩნდა უკვე. და ახლა ამ ამბის მდგომარეობაში ვართ, ჩვენ არ უნდა დაუშვათ კრწანისის მარცხი. მიუხედავად იმისა, რომ ზაკი ჭამია ლაშქარს აჩერებს და აუშვებს, სიმბოლურად ვსაუბრობთ. იმიტომ რომ ეს ხო არ არის პირდაპირი ომი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს ახლა კრწანიში მარცხი სხვა არ არის, რომ მოცვიდებიან და უცებ გადაწვავენ ყველაფერს და ის სამხედრო საკითხი იყო, სამხედრო პოლიტიკური საკითხი იყო რა. ბოლო უდიდესი დარბევა აღმოსავლეთ საქართველოს და კონკრეტულად თბილისის განადგურება რა.
აქ ეს დროში გაჭიმული პროცესი იქნება და ჩვენ ყველა ზომას უნდა ვიმართოთ, რომ არ მოხდეს ისტორიული განმეორებადობის, ეს ნიშანი დევს არსებობს ისტორიული გარკვეული განმეორებადობებიო, ესე იგი იგივეობრიობა არა, მაგრამ მსგავსებითი განმეორებადობა რის წინაშე ჩვენ ახლა ვართ. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ მარკოზაშვილის დასმა გვაჯობოს და თითოეული ქართველი სადღაც გააჩეროს, რომ მოიცათ ხალხო, იცით რა არის. ეგ მასე კი არ არის და ასია და ისე და წვრილმანებში გაგხლართონ და რას გულისხმობ ამ წვრილმანებში გახლართაში. გულისხმობ იმას, რომ გარკვეული პროდასალური ფრთიდანაც ერთვებიან თავისთავად იყენებენ თავიანთ მაუწყებლობებსაც, პირად მაუწყებლობებსაც და ასეთნაირად უნდათ გაატარონ, რომ ეს იცით რა არის. ყველაზე მთავარი აქ რა არის. რაც არ უნდა ფულს იღებდეს ქვეყანა, ეს არის ის, რომ შენ უცხო მოყავს და უცხოს ქალაქს აშენებინებ. შენ ტერიტორიაზე ასახლებ უზარმაზარი რაოდენობის, უზარმაზარი შეძლების უცხო მოსახლეობას. შენი მოსახლეობა აქედან გადის, ეს ისტორიულად არ მომხდარა ესეთი რა. და ამას აკეთებ. ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ ეს არის ერის გაქრობის გზა. სხვანაირი გზა არის, ხმლით უნდა მოაკუწოს და თვითონ თუ არა და ამას პირდაპირ აკეთებს უკვე რეკლამებით, ტაშპანდურით, ხელისუფლების ფეხქვეშ გაგებით, ხელისუფლებით მოწვევით. რაც არ უნდა ფული მიიღო, ამას სამშობლოს გაყიდულობის მეტი არაფერი არ ქვია და რაც გაუგონარი გაყიდვაა. ეს უნდა შევადაროთ ის მავნე ჩვევა, რომ დაგვანერგინა და ასე ვთქვათ, ამ გზაზე დაგვაყენა თურქეთმა ბავშვებისა და ტყვეების სყიდვა და გაყვანა, აი ეგ მაგას თუ შეადრე ისტორიულ ანალოგს მოიტან, მხოლოდ მაგას თუ შეადრე გარკვეული პერიოდი, რომ უსწავლებდა ქართულს ასე შემდეგ. მხოლოდ მაგას თუ შეადრე. აი ამ ვითარებაში ამბობენ ასეთ რამეს, რომ ყველაზე მთავარი არის ეს. დანარჩენია მეორადი ამბები, რომ ეს არის თურმე ფულის გათეთრების ადგილი. ესე იგი აქ თურმე ახლა დასავლეთში და იქ რაღაც შესყიდვას რო ახდენს, იგი მსხვილი კაპიტალით რო შედიხარ, გეკითხებიან წარმომავლობას. საიდან გაქვს? რა ყაჩაღარი ხო არა გაქვს რაღაც. ესე იგი იქ ახლა ისევ სახავთ, რომ თითქოს იქ არის, გასაგებია, რომ ის არის 64, მშვიდობის მტრედი თითქოს ესია. აბას საბჭოთა კავშირში წარმოქმნილი ოლიგარქებს იქ ანგარიშები რო აქვს დახსნილი და ასე შემდეგ, რომელმა პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილმა ოლიგარქმა, რომელმა იშოვა წარმოების განვითარებით ამ პატიოსანი ბიზნესით მილიარდები. ეგ ხო იცით როგორ იშოვეს? ეგ როგორ ხდება? საკუთარი ქვეყნის ძარცვით მხოლოდ ხო და იქ კარგად იყო მიღებული მათი ანგარიშები და არავითარი პრობლემა არ იყო. ხო და თურმე ეს არის ფულის გათეთრება, თურმე შავი ფულის კაპიტალიზაცია, აქ არ ეკითხებია, მთავარია იყიდონ და ესე იგი რა გამოდის, რომ ისინი ყიდულობენ არა იმიტომ, რომ აქ მოვიდნენ და დასახლდნენ, იქ უდაბნოა, მე მგონი უდაბნოა ცოტათი მაინც ჯობია ჩვენი კლიმატია რა, ჩვენთვის მაინც. ხო? და თითქოს ეს არის, იცით რა არის, რაღაც შავი ფული როა ეს აქ-აიქ ალაგ-ალაგ. ეს ჩვენმა შავმა ხელისუფლება, ეს შავი ფულის ხალხი მოძებნა და ეხლა ამ ხალხს აი თეთრად რო ედოთ ფული, რომ იცი აი მამა და მამამ ქვეყანაში მე მაქვს ეს კაპიტალიზაცია მოახდინა, მაქვს კორპუსი და ასე შემდეგ და თუ აპარტამენტი და მეტი ისეთი არაფერი რა, უბრალოდ ეს შავი ფული შემოდის რა და ეს გაუბრალოება ხდება საკითხის. და გასაგებიც არის, იმიტომ რომ ამ ვერსიაზე მუშაობს ევროპულ დასავლური ფრთა ჩვენთან რაც მოქმედებს. რატო მუშაობს ამ მიმართულებით? მათ თავიანთი მიზნები აქვთ სოფლიოში და საქართველოს მიმართ. და ეს წინააღმდეგობა რაც გაჩნდა, უცებ იფეთქა ქართულ სულში, ქართულ ყოფიერებაში რა. ამისი გარკვეული ფორმით გამოყენება მათაც უნდათ, როგორც ეს უკმაყოფილება, რითაც შესაძლებელი იქნება შური იძიონ ამაც, ვინც ახლა მართავს საქართველოს. მათ თავიანთი მიზნები აქვს. მათი მიზნები და ქართული მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ მათ პოლიტიკურ სივრცეში მოქცეულ ქართულ ნაწილს, ისიც ჩვენი ნაწილი, ისიც ჩვენი სისხლი და ხორცია,
მოქცეულ ნაწილს არ შეუძლიათ მთელი სიღრმით გააშიშლონ ეს საკითხი, იმიტომ რომ რაც აქ კეთდება, ეს იქ კეთდება. ეს იქაა გასხვისება, ეს იქაა დემოგრაფიული ექსპანსიისთვის კარ-ფანჯრის გახსნა, გაღება. რატო? ავხსენით და ჩვენი ახსნაც აღარ უნდა ისე დაჩანს, რომ ევროპა დიადი მასონური გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო მაგალითის მომცემი, როგორ ქრება იქერები და როგორ ყალიბდება ახალი ადამიანი, ახალი რუხი ფერის არსი. ეს ერთი გეგმა იყო. თუმცა გეგმა შეიძლება გაიჭედოს და მიმართულებები იქ შეუცვალონ. ეგ სხვა საკითხია, ეგ მსჯელობის სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში ამ დემოგრაფიულ კარგახსნილობას 80 მილიონიანი გერმანელი უფრო გაუძლებს მე მგონი. 60 მილიონიანი ფრანგი ჯერ კიდევ აიტანს. აღარ მოვაყოლებ ახლა ევროპის ვიდრე 3,5 მილიონი ევროპის სამათხოვრო კარზე მისული შემცირებული ქართველობა რა. ეს იქნება ჩვენთვის კატასტროფა, ამიტომ გულში არ ატარებენ საკითხის სიღრმეს. რაშია საქმე, რაშია პრობლემა. რაშია არა თუ უბრალოდ ძაღლის თავი დამარხული. რომ ეს არის პირდაპირ მოდიან და პირდაპირ უნდა დაასახლონ. ჯერ სოფლების აშენების ის მივეცით, მიწები გადავეცით. ისე გავყავთ, გახართ დიდი ბოდიში, რომ თითქოს ამათ შეეკითხებიან ისინი, ამ ინვესტიციას რო ჩადებენ, ააშენებენ იმ ცათაბჯენებს, რა მიზნებიც აქვთ მათ. ამათმა უკვე ამათ რაც ჰქონდათ ასარები უკვე ამათგან. აი უკვე აღებული აქვთ და ეხლაც როლი აქვთ ისეთი, თამაშობენ ისეთ ბინძურ თამაშს, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ რა, აი ვინმე ანუ ნებისმიერი უკანასკნელი ადამიანი იტყვის თავის ისევ ესეთი რომ აი ეს თემაა რა. აი ესეთი ისაა ჩემი აზრით სამწუხაროდ და აი ახლა ეგ ვიმტკიცებენ კიდე სასაცილოა რა მოკლედ არა არც მეჩეთებს ააშენებენ იქ დაუშვათ და არა აშენონ რა ამათ შეეკითხებიან ეხლა რომ რას ავაშენებთ ამ ხელა ფულია გადახდილი ამ ხელა ნაკვეთები აქვთ უკვე შესყიდული იმათია უკვე იმათ საკუთრებაა კაცო აი ელემენტარული ავიღოთ რა აი დაუშვათ გავყიდეთ სახლები ჩვენ შემოვიდა ვიღაც და დავანებოთ არაბებს თავი, ქართველი. და ჩვენ კიდე იმაზე ჩვენი აი ყოფილი სახლების ფლობელობის უფლება და რამე აი იმათ უნდა უკარნახოთ ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ რომ არა აი ბოსტანში ეს მოიყვანე, ეს ოთახი ესე გაარემონტე, ისე გაარემონტე. აი ესეთი ამაზე უარეს ლაპარაკობენ და გვაჯერებენ ვითომ რა. აი როგორც თვითონ არიან იმათთვის მიღებული უკვე ესენი რო არიან გოები უკვე რა მართლა იმ სოფლიო მმართველებისთვის და რასაც აი ესე მივაჩნივართ ჩვენც აი ამათ უკვე და ასეთები უგონივართ აი ესეთი ჩამოყალიბდა რამოდენიმე ფრაზა იყო ნათქვამი და ჯეროვანი ყურადღება არ იქნა გამახვილებული და ორი პიროვნების მიერ ნათქვამ ფრაზას გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით ნუ ეს რო გაამართლონ ახლა დაიწყეს უფასო განათლებაზე ლაპარაკი ეს სრული დემაგოგია როდესაც პირდაპირ გატყუებს დებილ მაპატიეთ ამ ხმარო დიდი ბოდიში მაგრამ შეურაცხყოფელია ძალიან უკვე ესო გაყიდვა გასხვისება კი არ არისო ესო ბედნიერება არისო როცა პირველი პირი და მართველი ძალა ამას გიმტკიცებს ახლა ამათ მოაზროვნე ქართველის გაზდა უნდათ ამათ განათლების სისტემა უნდათ რასაც განათლება ქვია მოაზროვნე ქართული თვითცნობიერების მატარებელი შესანიშნავი მოქალაქეობა ეს უნდა ზოგადად მაგის ინტერესი თავიანთი მოღვაწეობა როგორ უნდა შეფასდეს იმ ისტორიის წიგნებში რასაც დაწერენ, იმიტომ რომ ხო იმ არ ადიულებენ თავიანთი წარმოდგენით 10 წლიან გეგმებს დებენ. ხო, ეს მოდი რითაც ახლა ეცდებიან რომ ეს შეფუთონ და თავი ეროვნულებად გამოიყვანონ, თითქოს ქართველ ახალგაზრდობაზე ზრუნავენ, მოდი ეს თემა გადავდოთ ცოტა გვერდზე და სხვათა შორის ეს სპეციალისტები, განათლების სპეციალისტები მართლაც პირუტყველი ხალხი ძალიან კარგად მსჯელობენ და ასაბუთებენ სინამდვილეში რა არის და როგორ არის განათლებაში და რას უპირებენ.
ერთ-ერთ კითხვის დასმის დროს ეროვნული ცნობიერებაზე, ეს ეროვნული ცნობიერება ჩემთვის საერთოდ უცნობია და ცოტა საშიშიც კი არის. საერთოდ ცნობიერება და მით უმეტეს ეროვნული საშიშიც კი არის. ეს პირველი პირს ეხულის. არის ერთ-ერთი ამ ყველაზე საიმედო, ყველაზე უიმედო ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ფავორიტი, მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სოფლიოს მოსახლეობის შემცირებაზე, როდესაც მიდის საკითხიო, მაშინ ქართველი ერის გამრავლებაზე ლაპარაკი, ეს ამორალური არისო. ამორალური ხო არ არის? სწორედ. ესე იგი, ამ ორ სიტყვას ჩვენ წესიურად ვერ მივაქციეთ ყურადღება. და ამაზროვნების ხალხია სათავეში. ესე იგი, ეს შემთხვევითი პროცესი კი არ არის, რაც აქ ხდება. საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული, კარგად გამოცდილი და კარგად ჩამოყალიბებული ბირთვია თავმოყრილი. ამ ბირთს ჩვენივე ხელით ჩავაბარეთ ჩვენი ხელისუფლება. წლების წინ ზარზეებით, მოთხოვნით, შევცდით. უფლის სიტყვის მოწოდების გზას არ დავადექით, ვარჩიეთ ეს და შედეგებიც. ამ სიტყვებს ჩვენ არ დავაკვირდით. და ახლა თავში გვხდება. რა არის ჩამოყალიბებული მალთუსის თეორიაზე დაყრდნობით, რომ ოქროს მილიარდი უნდა იყოს, მოსახლეობა ბევრია და უნდა შევამციროთ. ესე იგი, მან იცის, ეს ისე ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის. ეს კარგად გაცნობიერებულია ამ გეგმებს და მას ასე ჯერა, ასე წამს, ასე მიაწოდეს იმ ზემაღალ მსოფლიო მმართველობიდან, ასეთებად გაზარდეს, ასწავლეს, რომ ესე იგი აუცილებელია მომავლისათვის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. ეს ერთი საკითხი. ოღონდ როგორ უნდა შევამციროთ? ამისთვის არსებობს მესამე მსოფლიო ომი, თუმცა ბირთვული იარაღის გამო, სწრაფი შემცირების გზა, ბირთვული მასობრივი მოსპობის იარაღის გამო ეს ვერ ხერხდება, ეს ყველაფერს მოსპობს. ამიტომ არის შემოვლითი გზა, ეპიდემიების გავრცელება, COVID, ეგრეთ წოდებული ფაშიზმი, ციფრული ტექნოლოგიები, ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის ჩამოყალიბება, სტერილიზაცია მასების, ქიმიური პრეპარატების გამოყენებით და ასე შემდეგ, ცივილური ფორმით. არ ვიცი, იმდენი მასალადებს თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის ეს მასალები უკვე ტრიალებს, იმიტომ რომ სიტყვის და ინფორმაციის დრო და ეპოქაა და ხვდებით, რომ რა ხდება, როგორ არის და პირველ რიგში დასაჭურისება მოხდა თეთრი რასის ამხრივ. აღარ მრავლდებით ძირითადად და ჩვენ უკვე იმ შტამპში ჩავსხედით. ესე იგი, ჩვენ კარგ გზაზე ვდგევართ. და ეს იცის ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა. იცის, რომ სოფლიოში ბევრია მოსახლეობა, იცის, რომ უნდა შემცირდეს და ქართველები როცა ჩვენ ერის გამრავლებაზე რომ მცირდებით და გადაშენების გზაზე ვდგავართ. ეს ამარცხინოა, სოფლიოს სიკეთის წინააღმდეგ მივდივართ. და მეორე, ეროვნული ცნობიერება ეს ცოტა სახიფათოა, საერთოდ ცნობიერება და მით უმეტეს ეროვნული სახიფათოა. იმიტომ რომ რატოა სახიფათო ეროვნული ცნობიერება? ეროვნული ცნობიერება თუ სახიფათოა, ეროვნული ცნობიერება ეროვნული ყოფიერების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეროვნული ცნობიერება თუ სახიფათოა, ვინაიდან გეგმით შესამცირებელია და ერთავის თავდაცვით იმუნიტეტი გააჩნია. მაშინ ეროვნული ყოფიერებაა საჭირო, თუ ცნობიერებას ვერ ცვლი, ვერ ახერხებ. მაშინ ეროვნული ყოფიერებაა საჭირო მოსპო. რითი? როგორ? ან ომის გზით, ან მშვიდობიანად, ან პოლიტიკით. რაც კეთდება, რაც ხდება. ესე იგი, ეროვნული სახიფათო ცნობიერება, რომელიც იმ დიდ გეგმებს აფერხებს, ეროვნული ყოფიერების მოსპობის გზით თავისთავად განვეიტრალდება და როგორც ასეთი სახიფათო აღარ იქნება.
თუ რამე საარსებო ხო, წყარო. აი დემაგოგია როგორია? ამათ იციან რომ ურდოს მოუძღვიან. მაგრამ ბატონი ხაიდრაოს განცხადება. 350 წელი იყო, მე რა დარჩა სამნე კვალი, ან თურქებისა, აი ცოტა რაღაცა თურქების კვალი დარჩაო. ესე იგი ვის ხელში ყოფილა ჩვენი ხედვა, რომელი კამერით გვახედებდა მოვლენებზე? რომ მოვლენა რა კუთხით აშუქებ, როგორ მანახვებ და ასე შემდეგ. ესე იგი შეგნებული აქვთ რომ ურდოს მოუძღვიან, ოღონდ გეუბნებიან რა უჭირს გადაივლის ეს ურდოც, როგორც იმან უკვალოდ გადაიარაო. და ამ დროს მაშინდელი რაოდენობრივად თუ ვიტყვით და ასე შემდეგ, ქართველები არც ისეთი ცოტა ვიყავით. ჩვენ რაოდენობრივადაც ვიყავით. ჩვენ ნელ-ნელა ცოტავდებით ეს ახლა არ მოგწონს გვიჭირს ამის მიღება, მაგრამ ჩვენი საცოცხლო არის ჩვენ ვიწროვდება და დანარჩენები გლობალიზირდნენ. მაგალითადაც მოყვა და აღამ ახმათხანის შემოსევის დროს და ახლობით ცოტა მერე, ხო? სპარსეთის მოსახლეობა იყო 7 მილიონამდე. ეხლა არის 90 მილიონს გადაცილებული. თურქეთი 80 მილიონი. ხო ჩვენ 3 მილიონი ნახევარი. 1.450.000 აქ დანარჩენი გასული, 1.200.000-ზე მეტი სხვა მოდმის ხალხი რჩება აქ. ამ ფონზე ის რაც კეთდება, რას გვიზავს გასაგებია, ხო? აი ესეთი მდგომარეობა არის, მეტად მძიმე და დამაფიქრებელი. და თან კახა, აი ხაზი მინდა გაუშვა რა ბოდიში რა, რომ ეს იგივე ხაინდრავა ვისაც ჰქონდა საუბარი. აი აკეთებს ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებას. ისეთი განცხადება, რომელიც ამის საპირისპიროა. რომ ამის სახელით ერთი ქვეყანაო, რომ ერთ დღეშიო 100,000-მა მორწმუნე ქრისტიანმაო არ დააბიჯა ფეხი მარიამის ღვთისმშობელი მარიამის ხატს. და მეორე წუთში აკეთებს აი ესეთ განცხადებას. აი ამასაც ის ლაპარაკობს და იმასაც აი და როგორც არის ნაკარნახევი მათგან ისეთ განცხადებებს აკეთებინებენ რა. მოკლედ რა ვთქვათ, ასეთი კოსმოპოლიტური აზროვნების ბირთვი მოვიყვანეთ და დავსვით. ეხლა ამ ბირთმა იცის რომ აი ამ არეალში რო იმოქმედოს საჭიროა ეროვნული გრძნობებით სპეკულირება და სხვათა შორის წინარე ხელისუფლებასთან შედარებით უფრო უკეთესად შეძლეს იმ პოლიტიკის გატარება, რომ აი ეს მგელია, ის მწამებელია, მკვლელია, ანტიადამიანი, ანტიქართველია, ომის გამჩალებელია და ეს დაგუყავს, ეს მგელი და ტურამ ქვეყანა ამოაგდო, არის ეს იგავია ქართული ხალხური და აი ეს ტურა ასე თქვა, ტურათა კოსმოპოლიტური აზროვნებით აღჭურვილი ბირთვი, რასაც ეს კოსმოპოლიტურ მასონური იდეოლოგია ავალებს და ავალდებულებს, მას ახორციელებს. ესე იგი, ამ საკითხს ვერ ავხსნით მხოლოდ იმით, რომ ფულზე იყიდება. გასაგებია, კაპიტალიზმი ეს არის ფული, მევახშეების, ფულის მკეთებლების, მოჩალიჩეების სისტემა არის. გასაგებია, რომ ამ დროს ადამიანის სულიერება ნულს იქით გადის და მინუსებში გადადის, როცა ფული ხდება თავარი ღირებულება. მით უმეტეს ვაჭრობის საკითხთან შეხებლობის არ მქონე ერს მოსდის განსაკუთრებული ჩავარდნები, ანუ ჩვენ ორი შაური რო დავინახეთ უკვე მთლად ტვინი აგვემყარა და ავიცი მსოფლიო ბატონ-პატრონებად წარმოვიდგენთ და შეგვიძლია გადავკეტოთ ყველაფერს, ხო? მით უმეტეს, მაგრამ მარტო ამ ბოდიში და უბრალო ფულზე გაღორებით არ აიხსნება ის საკითხები, რაც საქართველოში ხდება. უნდა კვლავ გავიხსენო ბატონი აკაკის ნათქვამი, დიდად ბრძენი, დიდად ვერაგი უნდა იყო, რომ ასეთ მდიდარ ქვეყანაში ქართველი და ჩვენი თანამოწმე მშიერი დატოვო და აქედან გასაქცევი გაუხატო. არა მარტო გასაქცევი გაგვიხადეს აქედან, არამედ უკვე პირდაპირ ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები, რომ ბარემ ქალაქებიც უნდა აუშენდეთ და ამასაც უნდა მივესალმებოდეთ, რომ
ჩვენ მათი ტუალეტის წმენდავები ვიქნებით და ოროლი კაპიკი დაგრჩება ალბათ. აი სადამდე რამხელა სიბრძნე და სივერაგია ჩადებული აქ. რა იწვევს ამას ის კოსმოპოლიტურის დასავლეთიდან ჩამოტანილი ჩანერგილი გადადალეულები რომ მიდიოდნენ ჩვენ ისე მე-19 საუკუნეში ვართ ცდილობენ ჩაგვკარგონ მე-19 საუკუნეში და თანამედროვე დასავლეთს რაც მართავს მე იმაზე კი არ მაქვს ლაპარაკი რომ ევროპის ხალხების არაბა პირიქით თითოერი არის უძვირფასესი თითოერი არის უნიკალური თითოერი არის ღვთისმკვლელობა როგორც თითოეული პიროვნება ამიტომ ხელშეუხებელი თავის ისტორიული ფაქტებს მაგრამ რაც დასავლეთს მართავს პრობლემა იმაშია და იქ დღეს ვინც რა გაგვიზარდა და მოგვიყვანა აი რა აზროვნებისანი არიან აი ვის გადავაბარეთ საით უკიჟინებდით და საით მივდიოდით ჩვენც და ახლა სილაქის შემოლაწუნება გვაქვს რომ იქნებ გამოვფხიზლდეთ იქნებ მარჯვენისკენ მოვიხედოთ გავიკვირდება რა და აი მართლაც თან საწოდავნი არიან თან რომ ამხელა შენ ქვეყნის ბატონ პატრონი და ქვეყნის ის უნდა იყოს დამცველი და ასე შემდეგ და ამ დროს გამოდიხარ კოსმოპოლიტი ტრანსნაციონალური კაპიტალის ფლობელის ბინა მშენებლობის რაღაც მენეჯერი მონაბორში 44 სართულიანი ცათაბჯენით შეიძლება სართულები მეშლება მაპატიეთ მაღაზია თბილისში უნდა აშენდეს და წარმოიდგინეთ ვინ არის ამის დირექტორი კაპიტალი რა თქმა უნდა უცხოური 100 ფრანკი აშენებს მოხლა ვინ შესახლდება კიდე ვიცით დაახლოებით მაინც არის ვინ შესახლდება და ვინ არის ამისი ხელმძღვანელი დირექტორი ალასანი ყოფილი ჩვენი თავდაცვის მინისტრი იგლჰილის მენეჯერი ტოპ მენეჯერი თუ რა ვიცი მაგ ტერმინებში კარგად ვერ ვერკვევი ხო ვინ არის ის ვით საქართველოს მართველი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხო ფაქტიურად ამის მომსახური პერსონალი არის მთელი მთავრობის ბიზნესი რა არის ბინათშენებლობა აი მილიონები მილიარდერებს რომ ბინები აუშენოთ აი ეს არფიანი საქმე გამოვძებნეთ აი სადამდე დაგვაკნინა ამ ფორმაციამ ამ სისტემამ ამ მამაძაღლმა სეთურმა რამდგომარებამდე დაგვიყვანა ამიტომ ისევ და ისევ ჩვენ გამოგვიძებაში და ჩვენ შეკავშირებაშია ჩავთვალოთ გუშინდელი დღეც ერთ-ერთი სამზადისი კარგი ოღონდ უფრო მრავალწლოვანი იყო კარგად იყო მაგრამ არა საკმარისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ კრწანისზე მოხდეს ჩვენი მარცხი მაგრამ დასაწყისისთვის კარგი აი ყველაფერი რაც მოხდა და ეს ყველაფერი შეგოხა ბოლოს მინდა თქვა აი იმ ფონზე ხდება როცა ბატონი აგაგი გავიხსენოთ რას გვეუბნება ქართველობას რომ თითოეული გოჯისთვის თითოეული აი მიწაწყალზე რომ დაგვასახლა ღმერთმა ამაზე მეტი სიმდიდრე ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოს და ამას ვიტყოდ 1-2-3 წუთი კიდე შეიძლება აი როგორ ვეუბნებ და ეს როდის როცა რომ ყველა აი მთელი ქვეყანა იყო ნიჰილიზმის და ურწმუნოების მორევში გადასროლილი მე პირადად მაგალითად მაშინ წავიკითხეს უპირველად რა ახლობით 25 წლის წინ ის გაზეთში რას გვეუბნება და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს ქართველებო თუ გვინდა რომ აი შორს წავიდეთ და მართლა რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ სხვანაირად არ ეგების მას ასე ქართველობა მოვალეობა ესე იგი წერდე და კითხულობდე ქართულად ბედნიერება რასაც საქართველო ჰქვია აი ამ მიწასაც თუ უპატრონებთ მტერს არ დაუთმობთ და გულში ჩავიკრავთ ნეტარებას ვეწევით განა ამაზე მეტი რა უნდა მოითხოვოს ადამიანმა ღმერთისგან განა მეტი რა უნდა სჭირდებოდეს მას ამ ქვეყნიური არსებობისათვის უფლის უმაღლესი ქმნილება ადამიანი მაშინ კარგავს თავის დანიშნულებას როცა იგი მშობელ ერს განუდგება უარყოფს თავის წარსულს და მშობლიურ ენას დაივიწყებს ქართული სააზროვნო სამეთყველო ენის შენარჩუნება სოფლიო ერებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება არსებობის გახანგრძლივება და მაშინ წარმოვიდგინოთ რა იქნება იგი ჩვენთვის
ქართველებისთვის ქართული მართლმადიდებლობა მარტო სარწმუნოება არა, იგი უფრო მეტია მამის სულია, რომელიც უფლის სიტყვას შობს. რწმენის რღვევა, ზნეობის რღვევა და პირიქით ზნეობის რღვევა კაცობრიული არსებობის სიკვდილია. უფალი თუ გვბადებს გარემო შემეცნების უნარს გვაძლევს, ზნეობა ადამიანებად გვაყალიბებს, მოვალეობა ადამიანებად ქმნის, უსტევო ადამიანი ხეთზე საშიშია. ბედნიერება ფულით, ქონებით თუ სხვა მატერიალური სიმდიდრით არც იზომება და არც ფასდება. კონდეს საცხოვრისი, სახლი, რასაც ღმერთის საუფლო საქართველო ჰქვია, კონდეს სააზროვნო, სამეთყველო ენა, რომელსაც ლაზარე ქართული ენა ჰქვია და კონდეს დამწერლობა, ამბანი, რომელიც მამისა ქრისტეს ცნობიერების შემცველ მატარებელია და არის ანი და ჰოე, ანუ დასაბამი და დასასრული. განა ამაზე მეტი ბედნიერება და სიმდიდრე შეიძლება არსებობდეს სამქვეყნოდ. გაუფრთხილდეთ საქართველოს, დავიცვათ ქართველობა. არ არსებობს იმაზე უფრო მეტი სიმდიდრე და ბედნიერება ვიდრე ის, რაც ამ ქვეყნიური არსებობისა და ცხოვრებისათვის უფალმა ჩვენ ქართველობას გვიბოძა. ხო და ამ სიმდიდრეს უნდა გაუფრთხილდეთ. მადეცემულო მსმენელებო, ძვირფასო მეგობრებო და ამაზე მეტი მართლა ჩვენზე ბედნიერი არავინ არ იქნება. თუ ამას აი როგორც პატონია გაკი გვეუბნება აი მიწას, რასაც საქართველო ქვია, უპატრონებთ და გულში ჩავიკრავთ და არა ისე როგორც აი დღეს აი ესენი აკეთებენ. მე ამის თქმა მინდოდა ჩემო გახ. და ვფიქრობ ალბათ ზუსტად აი ამ ნოტით დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს უკეთესის იმედით. ნამდვილად ჩემო გახ. მომავალ შეხვედრამდე. ახალ